საქართველოში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილების გერმანული ბანკის ამბებზე გიყვებით საქმიანი დილის ამ ნაწილში. პროკრედიტი, რომელიც ამ დროის განმავლობაში დაფინანსების სპეციალური პროგრამების შეთავაზებით და პროფესიონალური ბიზნეს კონსულტაციის გაწევით, თქვა, ძირითად მიმართულებად მაინც მცირე და საშუალო კომპანიების, ბიზნესების, საწარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად არაერთ პროექტს, პროგრამას ითვლის უკვე თავის პორტფელში და მიუხედავად ამისა, აქტიურად ვადევნებთ თვალყურს აი ამ მიმდინარე პროექტებს, მაინც ყოველას ჩამოთვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ აი ამ საერთო დროში მე პირადად მაგას ვერ გავწვდები. გამორიცხულია, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ გარდა დაფინანსებისა მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იქნება, პროკრედიტი ბიზნესების მხარდაჭერა სრულიად ახალი ინიციატივებით და არაფინანსური მიმართულებებითაც აქტიურად ახორციელებს. სწორედ ერთ-ერთ ამ ახალ ინიციატივაზე ვისაუბრებ დღეს, რომელიც განვითარების ჩემი აზრით სრულიად ახალ ეტაპს უქმნის ბიზნესებს. ProConnect ეს არის რეგიონალური ციფრული ბიზნეს ხაბი პროკრედიტ ჯგუფისგან, რომელიც აერთიანებს 12 ქვეყნის ბიზნესებს და მათ შორის თანამშრომლობის გამორჩეულ სივრცეს ქმნის. ხა მე ძალიან არ გაუტიო და ყველაფერი არ მოვყვე ProConnect-თან დაკავშირებით, რისთვისაც მოვემზადე სტუმრებთან სასაუბროთ. მოხარული ვარ უმასპინძლო ამ სტუდიაში მარიკა აბულაძეს, მარიკა პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელია და საქმიანი საზოგადოება მას კარგად იცნობს, დილომშვიდობის ამერიკა. და მოხარული ვარ უმასპინძლო და გავიცნო ზურაბ მურაკაშვილი. ზურაბ გახლავთ პროკრედიტ ბანკის ბიზნესის განვითარების სპეციალისტი. ზოგადად ისინი ეწვიან პარასკევს დილიდან ჩვენ სტუდიას. დილომშვიდობის. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. კარგი, სანამ უშუალოდ ProConnect-ზე გადავალთ, მინდა იმ ყველა, ასე ვთქვათ, პროექტზე ვისაუბრო, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში მარიკა არის იმავდროულად საუბარი არაფინანსურ ინიციატივებზე და პროექტებზე, რომელსაც პროკრედიტი ბიზნესის ხარდასაჭერად ახორციელებს. რითი იყო ეს? და არის. იყო თითქოს ახლა დეკემბერი იყოს. გამორჩეული 2025 წელი. ხო. და მაინც რა რჩება? მე კი ვიცი, რომ ბანკისთვის არაფერი პრიორიტეტებს შორის დიდად არ გადახედილა, მაგრამ მაინც არის სამიზნე. ამ ყველაფერში ცვალებადი დრო არის და შეიძლება რაღაცეები დაკორექტირდა კიდეც. მადლობა გიორგი მოწვევისთვის, მოგესალმებით სტუმრებს. პრინციპში გარდა დაკრედიტებისა, რაც არის ხოლმე ბანკისგან მთავარი მოთხოვნა და ფინანსური სერვისები ბიზნესის მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა ეს მსხვილი ზომის ბიზნესი იქნება მცირე თუ მიკრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ განვითარებაში დავეხმაროთ ასევე და სხვადასხვა კუთხით შევუწყოთ ხელი. წელს განსაკუთრებულად მრავალი წლის მანძილზე თქვენ აღნიშნეთ, რომ პროკრედიტი 25 უკვე 26 წელია ბაზარზეა და ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც მხარი დაუჭირა ბიზნესს, ასე რომ თქვა კრედიტების ნაწილში, მოხდა პირველად მათი, ესე რომ ვთქვათ, ფინანსური ინსტიტუტებში შემოსვლა, თუმცა გარდა ამისა, პროკრედიტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასევე არის მათი მხარდაჭერა არაფინანსურად, რაც გულისხმობს საკონსულტაციო სერვისებს, მაგრამ წელს კიდევ უფრო გავაქტიურდით ტრენინგების მიმართულებით და ვცდილობთ, რომ სხვადასხვა ტიპის გამოცდილება გავუზიაროთ და განათლება, ესე რომ ვთქვათ, ბიზნესის მიმართულებით ჩვენს პარტნიორ კლიენტებს და ასევე რეგიონალური ბიზნეს შეხვედრები მინდა აღნიშნო, რომელიც ახალი ინიციატივაა და პრინციპში იმისთვის, რომ თბილისში არ ყოფილიყო ეს ყველაფერი კონცენტრირებული, ვცდილობთ აქტიურად გავიდეთ რეგიონებში და სხვათა შორის 2 დღის წინ ვიყავით თელავში. კი, ძალიან საინტერესო იყო, ბევრი სტუმარი გვყავდა, 150-მდე სტუმარი, მიყვავს ხოლმე ექსპერტები დარგის, ადგილობრივ ბიზნესებს ვასაუბრებთ და რაღაცნაირად ძალიან საინტერესო და კარგი შეკრების ადგილი გამოდის ხოლმე. გამომჩა ეგ ამბავი, მაგრამ ყველა სხვას მიოდევნე თვალყური და ინტერესი იყო საოცარი რეგიონებში. ეს ძალიან მახარებს. ასევე ჩვენ ძალიან გიხარია ეს ამბავი. ProConnect-ი, სურა. ანუ ერთის მხრივ მაინტერესებს, საიდან გაჩნდა ამ ციფრული ბიზნეს ხაბის შექმნის იდეა და ხო, მოდით თქვენ თვითონ მებრძანეთ რა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს ეს ბიზნესებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მადლობა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ProConnect-ს, მოგეხსენებათ, მარიკამ როგორც აღნიშნა, ProCredit-ი როგორც ლოკალურად ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით 12 ქვეყანაში ვარ წარმოდგენილი და გერმანული ProCredit ჯგუფის წევრი ბანკი ვართ, როგორც იცით, აწყობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს საკუთარი კლიენტებისათვის. ერთ-ერთი ესეთი იყო B2B სამიტი ბოსნიაში, რომელიც ჩატარდა 2024 წელს ProCredit ჯგუფის მასშტაბით
და ამ ღონისძიებაზე მოწვეული იყო მთლიანად ჩვენი ჯგუფის მასშტაბით 500-ზე მეტი კომპანია, რომლებიც სრულად ჩვენი ბანკების დაფინანსებით გაემგზავრნენ ბოსნიაში, სარაევოში, სადაც გაიმართა ეს სამიტი და შედგა დაახლოებით 2000-მდე ბიზნეს შეხვედრა. და ამ სამიტის საშუალებით კომპანიებმა შეძლეს რომ მოეძიათ ახალი მომწოდებლები და ახალი ბაზრები მათთვის ექსპორტის მიმართულებით. და მთავარი და საინტერესო რაც იყო იმისათვის რომ ეს შეხვედრები დაორგანიზებულიყო, მანამდე შეიქმნა სპეციალური ონლაინ პორტალი ჰაბი, სადაც ჰქონდათ საშუალება ჩვენს კლიენტებს და ყველა ასე ვთქვათ ბროკერი ჯგუფის კლიენტებს დარეგისტრირებული იყვნენ, წინასწარ მოეძიათ მათთვის საინტერესო ინდუსტრია და სექტორი და ამ სექტორის წარმომადგენელი კომპანიები და მათთან ონლაინ ჩაენიშნათ შეხვედრები და შემდგომ უკვე ადგილზე ბოსნიაში შედგა და გაიმართა ეს წინასწარ ჩანიშნული შეხვედრები. იქიდან გამომდინარე რომ 24 წლის ივენთის გამოხმაურება და უკავშირი კლიენტებიდან იყო ძალიან კარგი და კლიენტებიდან გამოიხატა ესეთი სურვილი რომ მათ ასე ვთქვათ არა კონკრეტულ თარიღებში ქონოდათ შეხვედრების შესაძლებლობა, არამედ ეს ყველაფერი ყოფილიყო მუდმივი. ჩვენი ჯგუფის ინიციატივით გადაწყდა რომ შეგვექმნა ციფრული ჰაბი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ რეგისტრაცია, კომპანიებს რომლებიც არიან ბროკერით ბანკის კლიენტები და აქვთ საშუალება რომ მოიძიონ ჩვენ 12 ქვეყნის მასშტაბით მათთვის საინტერესო სფეროებში მოღვაწე კომპანიები, იქნებიან ეს ასე ვთქვათ მძიმე თუ მსუბუქი მრეწველობა, ჰორეკა თუ ასე შემდეგ, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელ კომპანიებს შეუძლიათ მოიძიონ ამ 12 ქვეყნის მიმართულებით მათთვის საინტერესო ასე ვთქვათ რომელ ბიზნესებზე შეგვიძლია ამან თუ შეგვიძლია უკვე დავკონკრეტეთ რა ბიზნესებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო ეს ჰაბი? პრინციპში ყველასთვის საინტერესოა გამდინარე იქიდან რომ ხო შინაარსის მიხედვით პრინციპში მრავალფეროვანია ჩვენი მომხმარებლების ბაზა და ქვეყნებიც 12 ქვეყანა, მათ შორის 11 არის აღმოსავლეთ ცენტრალურ ევროპაში, მათ შორის საქართველო და ძალიან მაგარია ინდუსტრიის ამორიცხო წარმოადგენელი. ხო, პრინციპში ყველა ინდუსტრია, მათ შორის ზურამახსენა, ჰორეკა, მრეწველობის მიმართულება, ნებისმიერი ტიპის პრინციპში იმპორტის, ექსპორტს რაც შეეხება. მათ შორის დავამატებდი ზურას ნათქვამს პროკონექტი ჩვენ თვითონაც რო გავიგეთ რომ ეს რაღაც პლატფორმა გაეშვა ძალიან მიხაროდა რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ეს უნდა გვეთქვა, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ მართლა ძალიან საინტერესო შესაძლებლობაა გამდინარე იქიდან რომ არა მხოლოდ საქმიანი კავშირების კუთხით, ვფიქრობ რომ გამოცდილების გაზიარების კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე და შეგიძლია დაუკავშირდე სხვა ბიზნესს, რომელიც სხვა ქვეყანაში მდებარეობს და ძალიან მაგარი ის არის რომ ყველა ბიზნესი რომელიც რეგისტრირდება ვერიფიცირებულია თვითონ ბანკის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ეგრეთ წოდებული იმის შესაძლებლობა რომ შეიძლება არარსებულ ბიზნესს არასწორ ადამიანს დაუკავშირდე პრინციპში გამორიცხულია ეს ამბავი და ეგ ძალიან მაგარია და განსაკუთრებით მომწონს ის ნაწილი რომ გამოცდილების გაზიარება შეიძლება გარდა ბიზნეს ნეტვორკისა ესე რომ ვთქვათ და შეიძლება არ ვიცი უკრაინაში დაუკავშირდე ხორბლის წარმოების შესახებ რამე გაიგო ნებისმიერი ტიპის ბიზნესის შესახებ თუ გინდა მაგ ყველაფრის აქ ლოკალურად დანერგვა ან თუნდაც სხვა ქვეყანაში გატანა და რაც თავარია სრულიად ახალი შესაძლებლობები რომელიც შეგიძლია ბიზნესთან დაკავშირებით კიდევ დაიწყო ახალი ბიზნესების ასათვისებლადაც სულა ბანკის გადმოსახედიდან ეს სერვისებში როგორ ითარგმნება შეგვიძლია უკვე ამაზე საუბარი კი რა თქმა უნდა თავისთავად კი ანუ პროკონექტი ჩვენი ხედვით არის საშუალება იმისა რომ ჩვენმა კლიენტებმა, ჩვენმა პარტნიორებმა შეძლონ დაამყარონ საერთაშორისო ურთიერთობები. ხომ საერთაშორისო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა ესეთი ფინანსური ინსტრუმენტები, როგორიცაა მაგალითად საერთაშორისო აკრედიტებები, საერთაშორისო გარანტიები. როდესაც ასე ვთქვათ, კავშირი ხდება ისეთ ორგანიზაციას შორის, რომელიც ერთი და იგივე ჯგუფის კლიენტი, ამ შემთხვევაში ეს პროცესები ბევრად სწრაფად ხდება, უმაღლეს დონეზე არის ამ შემთხვევაში სანდოობის ნაწილი და ძალიან სწრაფად და მარტივად ხდება ამ ასე ვთქვათ დოკუმენტური ოპერაციების შესრულება, რაც ძალიან მოსახერხებელია, რა თქმა უნდა, ჩვენი კლიენტებისათვის და ასევე მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება რაც არის, ჩვენ შექმნილი გვაქვს ჩვენი შიდა გადარიცხვების ეკოსისტემა ამ 12 ქვეყანას შორის, პროპეი გადარიცხვები ამ პროკონექტის ბაზაზე? არა მხოლოდ პროკონექტის, ცალკე გვაქვს უკვე წლებია ეს სერვისი
და რას ნიშნავს ეს? პროკრედიტ ბანკის კლიენტს თუ ურიცხავს მაგალითად თუნდაც გერმანიაში ან ბულგარეთის პროკრედიტ ბანკის კლიენტს თანხა სულ რაღაც ევროში გადარიცხვის ღირებულება გარანტირებული არის 2.5 ევრო. რაც უპრეცედენტო ფასია დამეთანხმებით და ძალიან მაგარი შეთავაზება. 2.5 ევრო გადარიცხვა. დოლარის შემთხვევაში კი $5 გარანტირებული გადარიცხვა. ანუ ეს კომპონენტები ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაში და კომუნიკაციის და კონტაქტების დამყარებაში ძალიან მაგარ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და კლიენტებს. იცი რა გამოგჭა? როგორ უნდა გახდნენ ბიზნესები პროკონექტის? აი ყველაფერი მოვყევით. მე მგონი მეც გამორჩა. მე უნდა მოვყევით რეალურად. ანუ ინდა დაახტოვანებული ვარ წინით რომ როგორ მაგარი ქსელი ამ ხელა შესაძლებლობები ურთიერთობისთვის და კონტაქტებისთვის ბიზნესის და განათლება რაც გინდა მაგრამ ჩემ მაგალითზე გნებავთ ნებისმიერზე თქვით როგორ უნდა გახდეს პროკონექტის წევრი ბიზნესი საქართველოში ამ ეტაპზე ექსკლუზიურად მხოლოდ პროკრედიტ ჯგუფის კლიენტებისთვის არის ხელმისაწვდომი ანუ ჩვენი მომხმარებლებისთვის ძალიან მარტივია პრინციპში პროცესი პროკონექტზე შედიხარ გადიხარ რეგისტრაციას ვერიფიკაციას გიკეთებს იმ ქვეყნის ბანკი რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც ხარ და ხარ პლატფორმაზე, რომელიც ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, ჩვენც გავტესტეთ რამოდენიმეჯერ. თუმცა მათთვის, ვინც არ არის ჩვენი კლიენტი, არ არის აუცილებელი, რომ რაღაც მრავალფეროვანი პროდუქტებით იყოს დატვირთული მისი მომსახურება პროკრედიტში. მთავარი ანგარიში გახსნენ პროკრედიტ ბანკის კლიენტი და უკვე დანარჩენ გზაზე ჩვენ დავეხმარებით. კი ბატონო და შეძლებენ რომ დარეგისტრირდნენ და დაუკავშირდნენ ნებისმიერ პარტნიორს. ჩვენ რო წარმოვიდგინოთ რომ გავიდა რაღაცა პერიოდი, X პერიოდი, აქვს რამდენიმე თვე და მორიგჯერზე ვიკრიბებით ჩვენი უკავშირიდან გამომდინარე, დაუკავშირდით მარის თქვენ საკომუნიკაციო გუნდს და შემოგთავაზეთ, რომ მოდი შევაჯამოთ პროკონექტი. X პერიოდის შემდეგ რა, გავიდა რამდენიმე თვე. ჩემი კითხვა შემაჯამებელი იქნებოდა ესეთი: მარიისთან და მე ზურასთანაც ანალოგიური შეკითხვა. რას ჩათვლით წარმატებულად ამ პროექტის ფარგლებში, რომ ის ნამდვილად შედგა, არის თუ არა აქაც რაიმე ეგრეთ წოდებული KPI-ები წარმოდგენილი, საიმისოთ, რომ თქვენ ცალსახად თქვათ, რომ პროკონექტმა გაამართლა ბიზნესებმა ის აქტიურად აითვისეს და თქვენ კმაყოფილი ხართ პროექტის ჩაშვებით და მისი შედეგებით. ჩემთვის, როგორც მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლისთვის, ალბათ რამდენიმე ვიტყოდი იმედია ათეულიც кейსი მექნება ეგრეთ წოდებული რეალური შემთხვევა, როცა პროკონექტის დახმარებით ჩვენმა პარტნიორმა ბიზნესებმა ახალი საქმიანობა წარმოიწყეს, ახალ ბაზარზე შევიდნენ, ახალი ბიზნეს პარტნიორობა დაამყარეს, ან გამოცდილება გააზიარეს. სხვათა შორის ამ ყველაფრის ლაივში ნახვაც ჩვენ შეგვიძლია პროკონექტზე თვითონ, იმიტომ რომ მარტივად ჩანს რამდენი შეხვედრა ჩატარდა, ვინ ვის შეხვდა, პრინციპში ეს ხელმისაწვდომია. თუმცა თუ ეს შეხვედრები რეალურ შედეგს მართლა გამოიღებს და ზურა მოვაჩემთან და მეტყვის მოდის ხოლმე ხშირად ჩვენი დაფინანსებით იცი რა მაგარი ბიზნესი გაიხსნა რაღაც მსგავსი кейსები თუ მექნება მაშინ ვიქნები ბედნიერი რომ შედგა პროკონექტი ზურა გისმენთ ბოსნიას დავუბრუნდები 2024-ში ჩვენ 10-მდე ქართული კომპანია ყავდა წაყვანილი ბოსნიაში და იქაც ძალიან მაგარი შედეგები დაიდო არაერთი შეხვედრა გაიმართა და ბევრი საინტერესო მომწოდებელი მოიძიეს ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენი ტრადიციული, ასე ვთქვათ, ექსპორტ-იმპორტის ნაწილში პარტნიორები არ არიან. ანუ მაგ იმის თქმა მინდა, რომ რეალური პოტენციალი ამ ქვეყნებში არსებობს. იგივე რუმინეთი, ბულგარეთი, გერმანია ჩვენი ტრადიციული პარტნიორები არიან, თუმცა სხვა ბალკანის ქვეყნები, როგორც სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, იმდენად საინტერესო და წარმოდგენილები არ არიან და რეალურად ამ ქვეყნებში არის იმის პოტენციალი, რომ ჩვენმა ქართულმა კომპანიებმა მოიძიონ მან საინტერესო, ასე ვთქვათ, ბიზნეს კონტაქტები და ჩვენ ზუსტად ამ ყველაფერის ტრეკინგს ვაკეთებთ, მარიკამ როგორც აღნიშნა, ანალიტიკის ნაწილი აქვს ძალიან კარგი ამ პლატფორმას და შეგვიძლია ვნახოთ, რამდენი შეხვედრა გაიმართა, რამდენი წარმატებული დილი დაიდო და რამდენი ახალი ბიზნეს, ასე ვთქვათ, კავშირი დამყარდა ჩვენი ჯგუფის მასშტაბით. შესაბამისად, ამ ყველაფრის ანალიზს, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ და სიამოვნებით კვარტლის ბოლო იქნება თუ შემდეგი წლის დასაწყისი შეჯამება. როცა ჩათვლით საჭირო და ჩვენებსაც მონიშნული აქვს ეს ამბავი. მანამდე საუკეთესო მოკითხვები მათ პროკრედიტ ბანკში, რომლებიც არ არიან ახლა სტუდიაში ჩვენთან ერთად გამორჩეულ გუნდს, შრომელების და პროფესიონალების და დიდი მადლობა მობრძანებისთვის მარიკა აბულაძეს, პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს და მადლობა ზურაბ მურაკაშვილს,
ზურაბი პროკრედიტ ბანკის ბიზნესის განვითარების სპეციალისტია.